ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი მინიჭებული ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ასეთია გზა, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში საკუთარი ევროპული ინტერესების კვალდაკვალ გაიარა. ევროკომისიის მიერ წაყენებული რეკომენდაციების შესრულების პროცესზე მუშაობამ საქართველოს ევროპულ გაერთიანებას სულ უფრო მეტად დაახლოვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბოლო წლებში ქართული ოცნების მიერ შემუშავებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, მათ შორის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ბარიერი აღმართა. ევროპელი ლიდერები საქართველოში არსებულ დემოკრატიულ უკუსვაზე ალაპარაკდნენ, კრიტიკა სულ უფრო მეტად მზარდია. ამ ეტაპზე 2024 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების საკითხი დღის წესრიგიდან 2028 წლის ბოლომდე ამოღებულია. დღეს საქართველოს ევროკავშირის გაფართოების ანგარიშს ელოდება. რა გზა გამლო საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით, საიდან დაიწყო და როგორ განვითარდა მოვლენები. ვნახოთ თაზო მაჭარაშვილის სიუჟეტი. დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს. 2022 წლის სამარტს საქართველოს ოფიციალურად მოითხოვა ევროკავშირში გაწევრიანება. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი განაცხადს მოაწერა, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს უკვე ფურცელზე ოფიციალური სამართლებრივი ფორმით იწყებდა. ამის შემდეგ ევროკომისიამ დაიწყო საქართველოს შეფასების პროცედურა, რომელიც რამდენიმე თვეში გადაწყვეტილების ეტაპში გადაიზარდა. 2022 წლის 23 ივნისს ევროპის საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. ეს ნიშნავდა შემდეგს: ევროკავშირი აღიარებს საქართველოს მომავალს ევროკავშირში, მაგრამ კანდიდატის სტატუსისთვის ჯერ რეფორმებია გასატარებელი. საქართველოს ვერ გახდა კანდიდატი ქვეყანა, რადგან ამისთვის საჭირო იყო კონკრეტული მოთხოვნების შესრულება. სასამართლო რეფორმა, თავისუფალი მედია, დემოკრატიული სტანდარტების დაცვა და პოლარიზაციის შემცირება. 2023 წლის განმავლობაში ქვეყანა მუშაობდა იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც ევროკომისიამ წარმოადგინა. ეს იყო მონიტორინგის წელი, შეფასებების, პოლიტიკური პროცესების, ანგარიშებისა და დაკვირვების პერიოდი. ევროკავშირი პროცესს დეტალურად აკვირდებოდა. საქართველოს მიმართ ჩამოყალიბდა 9 ძირითადი ნაბიჯი, რომელთა შესრულება იყო აუცილებელი, რათა ქვეყანა ოფიციალურად კანდიდატის სტატუსის კატეგორიაში გადაეყვანათ. ამ 9 ნაბიჯს შორის იყო პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერება, ანტიკორუფციული სისტემის მყარი ინსტიტუციური მოწყობა, მედიის თავისუფლება, დეოლიგარქიზაცია, ადამიანის უფლებათა შესაბამისი პოლიტიკა და სამოქალაქო სექტორის რეალური მონაწილეობა გადაწყვეტილებების პროცესში. სწორედ ამ კრიტერიუმებით დაიწყო საქართველოს მოქმედებების შეფასება. 2023 წელს საქართველოში პოლიტიკური ვითარება იძაბება. მიზეზი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი ხდება. 2023 წლის მარტში თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები იწყება. კანონს აკრიტიკებდა როგორც სამოქალაქო სექტორი, ასევე ოპოზიცია, ხოლო ევროკავშირი პირდაპირ აფრთხილებდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ კანონი ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგებოდა და ქმნიდა უკუსლას დემოკრატიულ პროცესში. ბრიუსელიდან გზავნილები იყო ნათელი. კანდიდატის სტატუსი დამოკიდებული იყო არა განცხადებებზე, არამედ ქართული ოცნების გადაწყვეტილებებზე. გილოცავ საქართველოს. 8 ნოემბერს 2023 წელს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პაკეტის წლიური ანგარიში, სადაც ეწერა, რომ მიუხედავად რიგი შეშფოთებებისა, საქართველოს უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. იმ პირობით, რომ 9 ნაბიჯზე მსჯელობა გაგრძელდება და გაძლიერდება კონკრეტული შედეგები. საბოლოოდ 14 დეკემბერს 2023 წელს ბრიუსელში ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს ოფიციალურად გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ეს იყო შედეგი იმ პროცესის, რომელიც დაიწყო 2022 წლის სამარტს ერთი ხელმოწერით. კანდიდატის სტატუსის მიღების ფონზე 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაწყების საკითხი ქართული ოცნების დღის წესრიგიდან 2028 წლის ბოლომდე ამოიღეს. კობახიძე ამბობდა, რომ განაცხადი წევრობაზე ქვეყნის პრიორიტეტად რჩებოდა. ბრიუსელის კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება მაინც პოზიტიურად არის განწყობილი, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება.